წინასაარჩევნოდ კანდიდატების მოსყიდვის ახალ ფაქტებზე ატარებს ბრიფინგს ახლა ზაზა თავაძე მოვუსმინოთ რა აქვს სათქმელი გახარიას პარტიაში. მოგესალმებით. პარტია გახარია საქართველოსთვის კიდევ ერთხელ მტკიცებულებებით ახალ ოცნების რეჟიმს თუ როგორ ერევა ის საარჩევნო პროცესში, კერძოდ როგორ ახორციელებს ზეწოლას და მსგავს манипуляციებს როგორც ჩვენი მერობის კანდიდატებზე, ასევე ჩვენს მაჟორიტარებზე, კერძოდ ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი ახმეტაში დავით მარგოშვილი, როგორც მოგეხსენებათ, დაექვემდებარა ზეწოლას, მუქარაცა და შანტაჟს, თითქოს ესე ფიქრობდა ოცნება დაექვემდებარებოდა, მაგრამ ის არ დაყვა მათ ნებას და შესაბამისად მათ გაათავისუფლეს დავით მარგოშვილის სამსახურიდან. ჩვენს ხელთ არის განცხადება, რომლითაც მარგოშვილმა მიმართა საქართველოს პროკურატურას, უკვე თქვირაზე ნეტია, მაგრამ არანაირი რეაგირება გარდა იმისა, რომ გადაამისამართეს მარგოშვილის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროში და რაც უფრო შესაძლოა აბსოლუტურად მოგეჩვენოთ ასევე რეგიონალური განვითარების სამინისტროში, ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ის ჩვენება, რაც პროკურატურაში უნდა მიცეს მარგოშვილმა, კერძოდ მასზე გახორციელებული ზეწოლა მუქარა, რომელსაც ახორციელებდა ოცნების მოქმედი დეპუტატი, ასევე მოქმედი გუბერნატორი და ახმეტის მერობის კანდიდატი ფაქტობრივად დატოვეს რეაგირების გარეშე, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ პროკურატურამ თავი არიდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებას და სამწუხაროდ პროკურატურა თავად იქცა რეჟიმის მხარდამჭერ ინსტრუმენტად. მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტები კვლავ ოცნების ხელისუფლების ინტერესებს ემსახურებიან და არა მოქალაქის თავისუფალ არჩევანს. 2024 წლის არჩევნების შემდეგ ოცნება კიდევ უფრო დაამძიმა საარჩევნო გარემო, შეცვალა რა კანონმდებლობა და სრულიად მოირგო საკუთარ პარტიულ მიზნებზე. სწორედ ამიტომ მიმდინარე წლის 23 სექტემბერს ჩვენმა პარტიამ გახარია საქართველოსთვის მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოითხოვა, რომ არჩევნების დასრულებისთანავე თითოეულ ამორჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები, ფიქსირდება თუ არა მისი მონაწილეობა არჩევნებში და რომელ უბანზე. აისახა მისი ხმა. თქვენ გახსოვთ ალბათ, რომ ანალოგიური ინიციატივა ჩვენ მქონდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე, მაგრამ ამაზე მაშინდელი რეაქცია იყო ოცნების მიერ ის, რომ პროკურატურა შემოიყვანა ამ საქმეში და შესაბამისად დახურა ანალოგიურად ბაზები და ამით დაუსვა წერტილი იმას, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო ბაზებში მოქალაქეების მიერ საკუთარი თავის პოვნა. სამწუხაროდ ვერ დავმალავთ ასევე რეაქციას იმ ფაქტზეც, რომ ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიები პირდაპირ თუ ირიბად ხელს უწყობენ ოცნების არჩევნებში, ესე ვთქვათ, გაყალბების პროცესს. კერძოდ თუ 2024 წელს ხელისუფლებას ამისათვის სჭირდებოდა ფული და სხვადასხვა რესურსი, მაგალითად იგივე ადმინისტრაციული რესურსი, დღეს ამ საქმეს, მათ საქმეს გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები უფასოდ აკეთებენ. როცა მოქალაქეებს არჩევნებზე არ მისვლას მოუწოდებენ